გიორგი ალექსიძის მიერ დადგმული ორი ერთმოქმედებიანი ბალეტის სცენაზე ბრუნდება. 12 ნოემბერს Pirosmans და Connexions რუსთაველის თეატრის სცენაზე წარმოადგენენ. ეს არის იგივე ვერსია, რაც წლების წინ ცნობილმა ქორეოგრაფმა თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრში დადგა. ალექსიძის ქორეოგრაფია მისმა მეუღლემ და შვილმა აღადგინეს. სცენაზე ქორეოგრაფის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასი წარდგება. თბილისის თანამედროვე ბალეტი გამოჩენილი ქართველი ქორეოგრაფის გიორგი ალექსიძის საიუბილეო საღამოსთვის ემზადება. 12 ნოემბერს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე დასის წევრები ორ ერთმოქმედებიან თანამედროვე ბალეტს შეასრულებენ, რომლებიც გიორგი ალექსიძემ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დადგა. ბალეტები Connexion ალფრედ შნიტკეს კონცერტო გროსოს თემაზე და Pirosmans სულხან ნასიძის მუსიკაზე იმ თანამედროვე ერთმოქმედებიანი ბალეტების ციკლიდანაა, რომელიც ქორეოგრაფმა 30 წლის წინ გურამ მელივასთან ერთად მოიფიქრა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმოადგინა. ციკლის 7-ვე ბალეტს დიდი აღიარება მოჰყვა. მონპელიეს ფესტივალზე პრემიერებმა ფურორი მოახდინა. სპექტაკლი მოითხოვს უმაღლეს ხარისხს, უმაღლეს სტანდარტებს შესრულების. რადგან ორივე სპექტაკლში ესე თანაბრად არის კონცენტრირებული როგორც ინტელექტი, ისე საშემსრულებლო ტექნიკა, ქორეოგრაფიული აზრიც და ქორეოგრაფიული ტექნიკაც, მუსიკალური სიღრმე. მნიშვნელოვანია გადმოიცეს ის დეტალები და ის ჩანაფიქრი, რაც თავიდანვე იყო ბალეტში შეთქმული და ვცდილობთ და იმედი გვაქვს, რომ ეს სწორედ ასეც იქნება. რაც შეეხება უშუალოდ მუშაობის პროცესს, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, დატვირთული და დიდ შრომას მოითხოვს. საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი გიორგი ალექსიძე ბალეტმაისტერის პროფესიას ლენინგრადის კონსერვატორიაში დაეუფლა. კამერული საბალეტო დასი სულ ახალგაზრდამ ჩამოაყალიბა, რასაც მისი ერთმოქმედებიანი ბალეტების პრემიერა და დიდი აღიარება მოჰყვა. ნეოკლასიკა, მოდერნისტულად გადაწყვეტილი ფოლკლორი, მითოლოგიური თემები და კომპოზიციების სიუჟეტის გარეშე იყო ის სიახლე, რომლითაც ალექსიძემ დროს გაუსწრო. კამერული ბალეტების ჟანრში მან ახალი ქორეოგრაფიული ფორმები შექმნა. გიორგი ალექსიძის ხელწერა არასდროს არავისას დამსგავსებია. გიორგი ალექსიძე ქართულ ბალეტში რაღაცნაირად ისეთი სიძლიერით და სხვანაირად შემოვიდა თავისი მუსიკალობით, თავისი ქორეოგრაფიული ენით. ყველასთვის ძალიან საინტერესო იყო და მე მგონი ისეთი ბალეტები შეიქმნა, რომელიც იმ დროისთვის სიახლე იყო, ნამდვილად ნოვატორული ბალეტები იყო და თანამედროვე ისიც, რომ მე მგონი დღესაც ჟღერს 30 წლის წინ და მეტი ხნის წინ დადგმული ბალეტები. გიორგი ალექსიძეს 14 ნოემბერს 80 წელი შეუსრულდებოდა. ცნობილი ქორეოგრაფისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს გარდა, გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი სეზონის ყველა ღონისძიებას სწორედ ქორეოგრაფის ხსოვნას მიუძღვნის. ამით მომბის მთავარი გამოშვება დასრულებულია.